ჩვენ გვაუბრუნდებით ჩვენს კოლეგებს, რომლებიც მუშაობენ სამებასთან, ასევე სიონის საკათედრო ტაძართან. სამებაში მოქალაქეების შეშვება დღესაც ხერხდება, როგორც გადაწყდა მათ, ვინც ვერ მოახერხა ამ დრომდე ბანაშვიდზე მისვლა. დღეს ამის ბოლო შესაძლებლობა აქვთ წირვის მსვლელობისას. ანუკი ჩხიკვაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. დიახ, როგორც უკვე თქვით, დღეს ხალხს კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, რომ შევიდნენ სამების საკათედრო ტაძარში და კიდევ ერთხელ მიაგონ პატივი პატრიარქის ხსოვნას და აქ საკმაოდ ბევრი ადამიანი მოდის დილიდან, ისინი ეტაპობრივად შედიან სამების საკათედრო ტაძარში, რათა უკანასკნელ გზაზე გააცილონ ილია მეორე. მადლობა პატრიარქს, ეს არის ის მთავარი გზავნილი, რომელიც დღეს აქ ამ ადამიანებს აქვთ და სწორედ ასე ცდილობენ ახლა ისინი გამოემშვიდობონ ქვეყნის სულიერ მამას, რომელმაც მათ სიყვარული და ერთიანობა ასწავლა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის და ქართველი ადამიანებისთვის იბრძოდა და გამუდმებით ლოცულობდა იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი ყოფილიყო უკეთესი. აქ მოსული ადამიანები იხსენებენ სხვადასხვა ისტორიებს, რომელიც ილია მეორეს უკავშირდება და 49 წლიანი პატრიარქობის პერიოდში ილია მეორემ ქართულ ხალხს ნამდვილად ბევრი მოსაგონარი დაუტოვა. ეს ადამიანები ამ ისტორიებს ცრემლების გარეშე ვერ იხსენებენ და ალბათ იმ ტკივილს, რომელსაც ახლა ჩვენი ერი განიცდის, ყველაზე კარგად ეს ისტორიები და ვითარება აღწერს, რომელიც ახლა სამების საკათედრო ტაძარშია. ტაძრიდან ისმის ლოცვა და გალობა, ხოლო ტაძრის გარეთ არის აცრემლებული ადამიანები, რომლებიც ცდილობენ გამოემშვიდობონ სულიერ მამას. როგორც იცით, როგორც უკვე გითხარით, საკმაოდ ბევრი ადამიანი იმყოფება აქ. არ წყდება ნაკადი და იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც სურთ, რომ უკანასკნელ გზაზე გააცილონ ილია მეორე, როგორც გითხარით, მათ დღეს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, რომ შევიდნენ სამების საკათედრო ტაძარში და კიდევ ერთხელ მიაგონ პატივი ილია მეორეს ხსოვნას და ეს ადამიანები, როგორც გითხარით, ეტაპობრივად შედიან სამების საკათედრო ტაძარში. ჩვენთა საუბრისას ამბობენ, რომ ილია მეორე მათთვის იყო დიდი იმედი, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული დარიგებებით, ქადაგებებითა და ეპისტოლებით გამოირჩეოდა, რომელიც მხოლოდ ადამიანებში სიყვარულისა და სიკეთის გაღვივებას ემსახურებოდა და ეს იმედი მათ ახლაც აქვთ, რომ ილია მეორე გარდაცვალების შემდეგ საქართველოზე ლოცვას ზეციური სამყაროდან გააგრძელებს. ის არის ჩვენთან ერთად და დღეს და ამის იქითაც უფრო მეტად შეეწევა ჩვენს ქვეყანას. ცოტა ეგოისტური ნათქვამი არის, მაგრამ ხალხს შიში აქვს იმის, რომ პატრიარქის გარეშე ძალიან ძნელი იქნება და პატრიარქი ჩვენთან ერთად იქნება. ამის მერე კიდევ უფრო იქიდან შეეწევა ჩვენს ქვეყანას. რაც პატრიარქს სურდა ერთიანობა და სულისკვეთება, ღმერთს ვთხოვ, შევინარჩუნოთ ბოლომდე მის წასვლის მერე. რა თქმა უნდა, უდიდესი ჩვენი წმინდესი მამა წავიდა და ყველა მოქალაქის ვალია დღეს რომ გააცილოს ბოლო გზაზე და ხედავთ რომ ხელა სიყვარული დაგვიტოვა, რომ გაგვაერთიანა. ესეთი ერთიანობა საქართველოს არ ახსოვს და მამაყი ვარ და მადლობელი ვარ უფლის, რომ ეპოქაში ვცხოვრობ, სადაც პატრიარქი ცხოვრობს. ილია მეორემ ქართულთან ბევრი რაღაცა დაგვიტოვა. დიდი სიყვარული, დიდება მასოს, საქართველოს სამძიმრე. ჩვენ ზეცაში შეგვეძინა უდიდესი მლოცველი და ნამდვილად ილოცებს ჩვენთვის, ამაში ეჭვი არ მეპარება და მინდა რომ ყველა მომენტში აი ასე გაერთიანებულები ვიყოთ სულ ყველანი. პატრიარქის სიტყვები, რომელი მომენტშიც არ უნდა გამოაცხადოთ და როგორც არ უნდა ითქვას, ყოველთვის არის გამჭოლი, ყოველთვის გულთან მიმტანია და ყოველთვის გასააზრებელია. სასუფეველის გზას დაულოცავთ მთელი რევრი და მისი ლოცვა კიდევ შეგვეწიოს ჩვენ ერს. პატრიარქმა ყველას სიყვარული გვასწავლა, ყველას სიყვარული დაგვანახა და მადლობა პატრიარქს სიყვარულისთვის. ილია მეორეს მთლიანი მოღვაწეობა იმას ეთმობოდა, რომ ჩვენ მისი ღირებულებები, ფასეულობები გაგვეზიარებინა და ჩვენს მსგავსი ცხოვრებით გვეცხოვრა და შესაბამისად ძალიან დიდია მისი ღვაწლი საქართველოს ისტორიაში და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ილია მეორეს თავისი ღვაწლისთვის, რაც ქართველი ერის წინაშე გასწია და მადლიერების მეტი მართლა არაფერი არ გვეთქმის ჩვენ ქართველ ერს. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის უკვე უფალთან არის და როგორც წმინდანი ჩვენთვის ილოცებს. მან თავისი ცხოვრების გზა ისე სწორად განვლო, ჩვენ არც ერთ ქრისტიან მართლმადიდებელს არ აქვს უფლება იმის გაყვალულ გზას არ გავყვეთ.
სიყვარული, რომელსაც კათოლიკოს პატრიარქი მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში ქართველი ხალხის მიმართ გასცემდა, ახლა მას უკან უბრუნდება, არ წყდება სამების საკათედრო ტაძარში მადლიერებისა და სიყვარულის ნაკადი, რომელიც მოაქვს ადამიანებს, რომლებსაც სურთ, რომ უკანასკნელ გზაზე გააცილონ კათოლიკოს პატრიარქი და მათ დღეს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, რომ შევიდნენ სამების საკათედრო ტაძარში და პატივი მიაგონ პატრიარქის ხსოვნას. Როგორც იცით, ისინი იხსენებენ ჩვენთან ისტორიებს, რომელიც პატრიარქს უკავშირდება და ისინი ამბობენ, რომ ილია მეორე ნამდვილად იყო სრულიად საქართველოს ერის გამაერთიანებლის სიმბოლო და ადამიანი, რომელიც მუდმივად ქვეყნის სულიერ სიმტკიცეზე ზრუნავდა და ახლა აქვთ იმედი, რომ ამ ყველაფერს ის სხვა სამყაროდან გააგრძელებს.